მოხდა, მათ შორის 17 წლის საბრაკარაშვილი გარდაიცვალა. ბევრთვის იყო დიოშენის დისტროფია ის გამოწვევა, რომელსაც ვებრძოდით, იმიტომ რომ ჯერა რომ მნიშვნელოვანია ბავშვების სიცოცხლე, მნიშვნელოვანია ერთად რაღაც გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი უკეთესი ხვალინდელი დღე ვნახოთ. ამიტომ გუსამძიმრებ მის ოჯახს, გუსამძიმრებ ყველას, ვისაც ეს ბრძოლა იყო მნიშვნელოვანი, ხოლო რაც შეეხება ის, რაც განვითარდა ონისეს თავს, ის, რაც განვითარდა პირობითად მაშინ, როცა 17 წლის ბიჭი მოკლეს, ეს ხო აქამდე ნანახი გვაქვს, ანუ ონისეს შემთხვევაში, როცა დაიწყეს ამ ბიჭის გაშავება, ხო ყოველთვის ეგრე ხდება, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ მოსწონს ქართულ ოცნებას, პირველ რიგში იწყებს პროპაგანდა მის წინააღმდეგ ბრძოლას, უგონებენ უამრავ სიგიჟეს, რაღაც პატარა მომენტებს ამოჭრიან, მე ამ მომენტებს ზოგჯერ ბუსტავენ, ზოგჯერ სხვადასხვა პეიჯებზე აღწელებენ და ბოლოს შედეგი დგება ის, რა შედეგი დადგა გუშინ. სამი კაცი დაესხა ადამიანს, გამოვიდნენ და ამბობენ, რომ თითქოს მთავარი ამბავი, რასაც იცავენ, არის ქართული ღირსება, არის ქართული ტრადიცია, არის ქართული მენტალობა, მაგაში როცა რეალურად ყველაფერი ის, რაც გააკეთეს, არის ამის საწინააღმდეგო. კი ბატონო, ლუკა, თქვენ რას გვეტყვით ონისეს ამბავთან დაკავშირებით? თქვენ გჯერათ იმის, რომ ეს იყო რაღაც შემთხვევითობა და იმ ადამიანმა, ვინც შემდეგ თავისინებით მივიდა პოლიციაში, რომ დაინახა ონისე მარკეტიდან, რომ გამოდიოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, რაღაცნაირად აი თავი ვერ შეიკავა და მოხდა მასზე ფიზიკური ანგარიშწორება. სწორედ მაგ გუშინდელი თავდასხმის მერე ცდილობენ, რომ შექმნან ფონი თითქოს საზოგადოების უმრავლესობა იწონებს იმას, რაც მოხდა და თითქოს ეს იყო ხალხის დაკვეთა. ანუ როცა იქ რაღაცას აკეთებ, განცდა უნდა შექმნან, რომ თურმე საზოგადოება ასეთ რაღაცას ითხოვს პასუხად. მაშინ როცა ნოლი რეაქცია იყო ქართული ოცნების სწორედ იმ წევრების და მხარდაჭერების მხრიდან, რომლებიც იმ კაცს ამტყუნებდნენ, რომელმაც ხელი გაარტყა, მაგრამ ხმარ ამოუღიათ იმაზე, რომ ვიღაცა რუსი ქორწილის დროს ქართულებს ეთაფურთხებდა. დაახლოებით გავს ტიპის მიდგომები აქვთ. ეხლა მე მესმის რომ ვიღაცა შეიძლება ხუმრობა არ მოეწონოს. მე მესმის რომ ვიღაცა შეიძლება რაღაცა სხვანაირად უყურებდეს, მაგრამ არსებობს მოცემულობა. პირობითად, გუშინ რომ ახალგაზრდები ვიყავით ზუგდიდში ჩასულები, რომელთა მთავარი ამბავი იყო ის, რომ ახალგაზრდებისთვის რაღაცა კარგი აგვეკეთებინა, უკან თბილისში რომ ბრუნდებოდის, როცა ხდება რეალობა, რომ კლინიკაში ერთ მხარეს მიდიხარ და ხდებიან აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ რომ საკუთარი მეგობარი დაიცვან და მეორე მხარეს, იგივე კლინიკის მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც გლოვობენ ახლად მოკლულ 17 წლის ბიჭს. აი მაგ მოცემულობაში როცა შედიხარ, უკვე აღარ არის ის ამბავი, მოგწონს თუ არა ხუმრობა, ან როგორი ხუმრობა უნდა იყოს შენთვის მისაღები. მოცემულობა გვაქვს ეგეთი, რომ ქუჩაში რო გადიხარ უკვე საშიშია და ბევრ ადამიანს ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ბევრი იცნობს კიდე ის ადამიანს, რომელიც პირად საუბრებში მაინც ეთყოდა, რომ გარეთ გასვლის ეშინია, ღამე სახლში მისვლის ეშინია სამსახურიდან, იმიტომ რომ ეგეთი მოცემულობა არის საქართველოში და მაგ მოცემულობას თუ ვინმე ახალისებს, არის ქართული ოცნება. 21 წლის სტუდენტი მე მაგას ვერ ვიცავ. მოცა ჩემი თავარი ამოცანა არის ამ შემთხვევაში, რომ ახალგაზრდების მომავალი იყოს უკეთესი და რეალობა ხდება სრულიად საპირისპირო. ზარქვა გამოდის და ამბობს, რომ თურმე ქართული ღირებულებების დაცვა, ვიღაცის ქუჩაში ცემა, ახალგაზრდის ცემა ქუჩაში ხა ვის რა წარმოდგენა აქვს ამის მერე ხვალინდელი დღე როგორი უნდა იყოს როგორი წარმოდგენა უნდა გქონდეს მათ შორის ჩემ ტოლა ახალგაზრდებს ხო თუ ვინმე ამ ქვეყანაში ახალისებს ძალადობას ისევ და ისევ არის პირობითად პაპუაშვილი რომელიც აქამდე ითხოვდა ხოლმე ყოველთვის ევროკავშირისგან რომ დაიგმო ვითომ აბსურდული რაღაცა ძალადობის ფაქტები საქართველოში დღეს გამოვიდა და დაგმო ის რაც მოხდა გუშინ ან ხვალ გამოვა და დაგმობს არა ხვალ გამოვა და ილაპარაკებს ისევ იმაზე რომ ევროკავშირმა რაღაც გააკეთა ცუდი საქართველოსთვის და ეს ხდება არც ერთი ბრიფინგი დღეს არ დაწყებულა არც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენლის გამოსვლა არ დაწყებულა იმით რომ დაიგმოს ძალადობა ეგ არის ქართული ოცნების სახე და გაგრძელდება ეს იქამდე სანამ ამის უფლებას მივცემთ რავი ხვალაც ნებისმიერი სტუდენტი, ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გაბედავს და ეტყვის, რომ ქვეყანაში გვაქვს პრობლემა, იმ ადამიანს გააშავებენ, იმ ადამიანს გაშავების შემდგომ დახვდებიან ქუჩაში სრულიად, ყველასთვის უცნობი შეწყებული ადამიანები და გაუსწორდებიან ფიზიკურად. და მე ისევ ყველა გაიგებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა ეგ ადამიანი არის ქართული ოცნების დაქირავებული ადამიანი, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ხალხს აშავებს, არის ქართული ოცნებასთან კავშირში და საბოლოოდ თუ ვინმე არის ამ ქვეყანაში ძალადობის წყარო, არის ისევ და ისევ ქართული ოცნება. კი ბატონო, სანამ უფლებას მივცემთო ეს სიტყვები გამოიყენე, როგორი უნდა იყოს მაშინ საზოგადოების რეაქცია? როგორ უნდა მოხდეს წინააღმდეგობის გაწევა, როდესაც არ ვიცი, რამე არ მოსაწონს თუ იხუმრებ, გცემენ, რამეს თუ იხუმრებ და დაწერ სტატუსად აი ვახოს შემთხვევაში, მაგალითად ვახოსანაირის შემთხვევაში 2 კვირით გიშვებენ ციხეში. აი ამ პირობებში, როდესაც აი ყველანაირი ფორმით ცდილობენ რომ არ ვიცი, გაგაჩუმონ დაგაშინონ, სად უნდა იპოვო მაშინ სივრცე წინააღმდეგობის გაწევის? ხალხი. თავარი ამბავი არის ყოველთვის ხალხი. იმიტომ რომ როცა ხედავენ, რომ შენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც არ ტყუდებიან პროპაგანდით, რომლებსაც შეუძლიათ დასვან კითხვები და რომლებიც მზად არიან, როცა რაღაც უსამართლობა ხდება და პირობითად ქუჩაში ვიღაცა ფიზიკურად გისწორდება, მოვიდნენ კლინიკაში, შენ გვერდით დადგნენ და მოითხოვონ პასუხი ყველა იმ ადამიანისგან, რომელიც ამ ყველაფერში შეიძლება იყოს დამნაშავე. თავარი ამბავი ყოველთვის იყო ეგ, რუსთაველს ყოველთვის რაღაც ხდებოდა, ადამიანები იდნენ ერთმანეთის გვერდით და ეს ეხმარებოდა იმას, რომ პროტესტი გაგრძელებული იყო და ეს ეხმარებოდა ხშირ შემთხვევაში, რომ
ქვეყანაში ადამიანებს არ გაჩვენებთ იმის განცდა, რომ თითქოს უსამართლობა, თითქოს ადამიანზე ძალადობა არის ნორმალური. დღეს სად არის ეს ხალხი? მათ შორის ამ პროცესშია, ახლა ის ბიჭი, რომელიც დააკავეს ხორცლის ამბის მერე, რატო არის დღეს 5000 ლარიანი გირაუთი გარეთ და რატო არის სამხელა სოლიდარობა ამ ადამიანის გვერდით? იმიტომ რომ საზოგადოებამ გადაწყვიტა და ჩათვალა, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ისეთი რაღაც ხდება, რაც არის უსამართლო. შეიძლება ისევ და ისევ იმეორებ, ვიღაცას ეს არ მოსწონდეს, ვიღაცას ეს მოსწონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება როგორ იქცევა? ამ შემთხვევაში პოლიცია როგორ იქცევა? ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის უამრავი მაგალითი არსებობს, როცა არაფერს არ აკეთებენ, როცა ფუნქციონერი არიან, როცა პირობითად ჟურნალისტს გაუსწორდნენ, სწორედ ამ ახლის ჟურნალისტს გაუსწორდნენ და გვერდზე იდგა პოლიციელი, რომელსაც არაფერი მოქმედებია და ეხა ამ რეალობას როცა უყურებ, ბუნებრივია გიჩდება შეგრძნება და გაქვს სურვილი, რომ ვიღაცის მიმართ სოლიდარობა გამოხატო. და ეგ სოლიდარობა რის გამოც დღეს უარესი არ ხდება და რის გამოც დღეს მაგალითად არათუ ონისეს, არამედ ონისეს გარდა კიდე ძალიან ბევრ სხვა აქტივისტს არესწმიან თავს, იმიტომ რომ რაღაც არის რაც აჩერებს და ეს რაღაც არის ხალხი, რომელიც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამ ყველაფერს. კი ბატონო, ლუკა, თქვენ რას გვეტყვით უშუალოდ ამ ნაწილთან დაკავშირებით? აი, რადგან ვახსენეთ ჩვენ ქართული ოცნების ამ უმრჩევლებით, რამდენად არის სამუშაო აი ამ კუთხითაც? ერთი მხრივ თავად ხელისუფლება ამბობს, რომ აი ჩვენ სიძულვილის ენას ვებრძვით და პირიქით თავად აღვივებენ ამ ყველაფერს და იმის შედეგია რაც ხდება, ხო, იგივე ვახოსთან მიმართებით, უნისესთან მიმართებით და ასე შემდეგ. ანუ აი რაღაცნაირად იგივე ხელწერა რო არ იყოს მეორე ხრიდანაც რა ტიპის არ ვიცი ბალანსი თუ აი რა არის საპოვნელი რომ ქართული ოცნების ამ უმრჩევლებმა არ იფიქროს რომ ეხლა თუ ივანიშვილს გაისტუმრებენ ესენი ხელისუფლებიდან მაშინ რაღაცა ჩემი საქმე წასულია და მე შურისძიების ობიექტი გავხდე, იმიტომ რომ ხელისუფლება თუ შეიცვლება და ნორმალურ სახელმწიფოში ნორმალური ხელისუფლება თუ გვეყოლება, ის უნდა იყოს ყველას ხელისუფალი, მათ შორის ქართული ოცნების ამ უმრჩევლის ხელისუფალიც, ხომ ბუნებრივია. აუ, ყველა იმ ადამიანს, მათ შორის ქართული ოცნების ამ უმრჩევლებსაც დიდ ნაწილს, რომელიც პირობითად უსმენს იმეს და იჯერებს იმ ყველაფერს, რაც იქ ისმენს, ან იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ამ შემთხვევაში რაღაცა სარგებლას იღებენ ბიუჯეტიდან პირობითად, მაგრამ არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მიყვება მათ პოლიტიკას და ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ გვინდა რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი. რავი, მე არ მჯერა, რომ ქართული ოცნების იმ წევრების გარდა, რომლებიც ამით სარგებლობენ, არიან ბოროტები, რომლებიც, რა ვიცი, უხარიათ, როცა ქუჩაში ახალგაზრდებს სცემენ. ან არიან ადამიანები, რომლებსაც, რავი, ახლა უნისეს რო გავუსწორდნენ ფიზიკურად, მათთვის არის მისაღები და მათთვის არის ქართული. მე მაგის არ მჯერა. თუ რამის მჯერა არის ის, რომ ჩვენ და მაგ ადამიანებს ვაერთიანებს ის, რომ გჯერა და გვინდა რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი და შესაბამისად თუ რამის გარშემო უნდა ვიმუშაოთ, თუ რამის გარშემო უნდა ვილაპარაკოთ და რამის გარშემო უნდა გქონდეს კავშირი, არის ის, რომ ხო აი ეგ გვინდა, მაგას როგორ ვაკეთებთ, რატო არის სწორი გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ და რა არის ტყუილი, რომელსაც ქართული ოცნება ეუბნება ხალხს. ეგ უნდა იყოს თავარი ამბავი, იმიტომ რომ მე არ მჯერა და ყოველთვის ყველგან მაგას ვიტყვი, რომ რაცა სიძულვილს შეგიძლია ებრძოლოს სიძულვილით, ან სიბოროტეს შეგიძლია ებრძოლოს სიბოროტით. ჩემთვის ეგ არის წარმოუდგენელი რაღაც, მე მგონია რომ პირიქით, რაცა მეტი სიბოროტე, მეტი სიძულვილი შობს უფრო მეტ უბედურებას და ეგ უნდა მოისპოს, ეგ უნდა ჩაკვდეს სადღაც და მარტო ეგ იქნება გამოსავალი ის, რაც ჩვენ დაგვეხმარება, რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი, იმიტომ რომ თუ დღეს ახლა ვიღაცა ჩათვლის, რომ ეს არის ნორმალური, ქუჩაში ადამიანის ცემა არის ნორმალური, გაღიმების გამო ახალგაზრდა ბიჭის მოკლა არის ნორმალური, მაშინ რავი, ხა ბევრი ადამიანი გიყურებს, ზოგი ჩემი ტოლა, ზოგი მშობლები არიან და ჩემ ხელა შვილები თუ თქვენთვის ეგ არის ნორმალური, მაშინ შეგიძლიათ ეგეთ ქვეყანაში იცხოვროთ, მაგრამ მე მჯერა და მწამს, რომ ეგ არავისთვის არ არის ნორმალური და თუ ვინმესთვის რამე, მათ შორის ქართული ოცნების მაგამომრჩევლებისთვის არის ამომავალი წერტილი, არის უკეთესი საქართველო. უნდათ რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი და ეგ გვაერთიანებს და რაც გვაერთიანებს, ეგ გვაძლიერებს და მგონია რომ აი მაგით საბოლოო ჯამში დავაჯერებთ და ვაჩვენებთ ის რეალობის, რომელსაც ჩვენ გვწამს და რეალობა, რომელიც არის ის, რომ ქართული ოცნება ანადგურებს ამ ქვეყანას და ეგ უნდა შეიცვალოს. კი ბატონო, როგორ ფიქრობთ, აი მეც დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ მიაჩნია ეს ნორმალურ ამბავ, არც ერთი გუშინ მომხდარი ამბავი, ბუნებრივია არც ტრაგედია, რაც და მისი გამომწვევი მიზეზები, არც ვახოს შემთხვევა და არც უნისეზე განხორციელებული თავდასხმა, ხო? მაგრამ აი ისევ იქ მივდივარ, აი რო ვიკითხე, რომ აი რა სივრცეში შეიძლება ადამიანმა გამოხატოს, არ ვიცი, საკუთარი უკმაყოფილება, თქვა, აი თუნდაც გუშინდელი დღიდან გამომდინარე, აი რატომ ვერ ვხედავს დღეს რომ არ ვიცი ქუჩაში გამოვიდა ასობით ადამიანი თუნდაც და პასუხს ითხოვს წახალისებულ ძალადობაზე, პასუხს ითხოვს ტრაგედიაზე, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, პასუხს ითხოვს იმაზე, რომ Facebook პოსტის გამო კრიტიკულ ჟურნალისტს უშვებენ ციხეში. რა არის მთავარი პრობლემა? აი უიმედობა, უალტერნატივობა, შიში, შემგუებლობა, აი რომელ შემთხვევასთან გვაქვს თქვენი აზრით საქმე?
ერთი არის ის, რომ ჯერა რომ ბრაზი ყოველ ჯერზე და დარწმუნებული ვარ, ყველა ასე ფიქრობს, რომ ბრაზი, რომელიც ადამიანებში იყო, ეგრე არსად არ მიდის, ეგ ბრაზი შენში რჩება, თუ აქამდე ქონდა პროტესტის გრძნობა, ეგ ეგრე ვერ გაქრება. მაგრამ სადღაც უნდა გამოვიდეს ეს ბრაზი. ყოველი შემდგომი დღე, როდესაც ქართული ცნება რაღაცას აფუჭებს, არის ის, რომ ადამიანში ეს ბრაზი ივსება. მეორე ამბავი არის ის, რომ ადამიანები რაღაცებს ეჩვევიან და სამწუხაროდ ეგ გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომ იყო პერიოდები, როცა ყოველ ჯერზე ადამიანები თავს ესხმოდნენ და ისეთი რაღაც იყო, რომ თქოს რაღაც ნორმალური არის ასეთ სიტუაციაში არსებობა და ეს ბრაზიც იყო, მაგრამ ამავდროულად არ იყო ისეთი, რომ ფეთქდებოდა და ხალხი ამაზე ღიზიანდებოდა. ანუ ხალხი ხვდება, რომ ეს არის პრობლემა, უნდა რომ ეს პრობლემა შეიცვალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტად ვერ ხედავს რა არის გამოსავალი იმისა, რომ ეს პრობლემა შეიცვალოს და ბოლომდე ამაზე კონცენტრირებული არ არის ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ეს იყო წარსული გამოცდილება, რომელიც მე აღვიქვი. ბრაზი არის და მჯერა რომ ეს ბრაზი საბოლოო ჯამში არსად არ წავა და მოიტანს ამ ქვეყანაში ცვლილებას, როგორ მოხდება ეს ყველაფერი, მაგაზე უნდა ვიმუშაოთ აბსოლუტურად ყველამ ერთად, ეს იქნებიან ოპოზიციური პარტიები, ეს იქნებიან სტუდენტური მოძრაობები, ეს იქნებიან სამოქალაქო ჯგუფები. ყველა საქმეა ამ ქვეყანაში, რომ რაღაც გავაკეთოთ ერთად ისე, რომ უკეთესი იყოს ხვალინდელი დღე. სხვაგვარად, რავი, ეს ბრაზი მაინც იქნება ამ ხალხში, მაგრამ თუ ცვლილება არ მოვიდა, თუ ამან არ მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ ეს რეალობა შევცვალოთ, პირიქით შეიძლება ეს ყველაფერი იყოს უფრო დამაზიანებელი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის. კი ბატონო.